გოგო, რა ხდება? რა ხმა ქონდა? რატო დამირეკე? ვაიმე, ვერ ხედავ რა ხდება? რა? წყალი ჩამოვიდა. ვაიმე, რას ამბობ? რას ვამბობ? რატო ჩამოუში წყალი? მე რა ჩამოუში, გოგო, თვითონ ჩამოვიდა, შარზე ხარ? არა, თვითონ როგორ ჩამოვიდა, ერთი გამაგებინე რა. გოგო, საბაზონოში რო შევედი, ონკანი იყო მოშვებული რა, და რო შევხედე და ჯექი გითხრა. მერე? აი, წყაროსავით ჩუხჩუხებდა, გოგო, ეგეთი ხმა ქონდა, ძალიან დამამშვიდა რა, და მე 2 საათი გავითიშე და დამეძინა მგონი. ანუ მოიცადე ხლა ონკანი არ დაკეტე შენ? აი, როგორ არა, დავკეტე ის ალბათ. აუ ძალიან დეგენერატი გოგო ხარ რა. მაინც და მაინც მე რატო ამომირჩი ერთი გამაგებინე რა ამ ხელა სამეზობლოში. ხო შეიძლება რომ ის გვერდიცა დარბაზოში დეგენერატი გოგო როა მე-9-ზე. აი იმასთან ჩაგეშვა. მაგრამ იდიოტი ხარ. აუ რა უმადური გოგო ხარ. შენგან რამე ხო არ წამოვიღე, გოგო, ჩამოუშვი. აუ გავიგე, გასაგებია, მაგრამ ვერ ხედავ რა ხდება? ჭერი რა დღეშია საერთოდ ან იატაკ შეხედე. გოგო, რაღაცნაირად უხდება, იცი? კაი რა. ხო, აი, შეხედე, აი ამ წყლის ლაქამ რაღაცნაირად, აი, შეავსო ინტერიერი. აუ ისე ხო, მართლა ეხა სხვა თვალით რა შევხედე, მართლა ძალიან მოუხდა. რაღაცნაირია ხო? თან ხო იცი წყალი რა მაგარი დაჯექი. კაი, მართლა შე რაღაცები იცი ხო? თან ხო იცი გოგო, წყალი რა მაგარია, ყველაზე ძლიერია. კი. ხო და აირჩია ყველაზე ძლიერი. შენთან მოვიდა. კაი რა. შენთან ჩამოვიდა. აუ ისე ხო, მე ხო საერთოდ ძალიან ისეთი რაღაც ძლიერი ენერგეტიკა მაქვს. მეც მაგას არ გეუბნები. რა საყვარელი ხარ? კი, მართლა. თან გოგო, ნახე, ჰაერი დაატენიანა, შეხედე? ხალხი ამაში ფულს იხდის. რომ ეს დანადგარი იყიდონ, რომ ჰაერი დაატენიანდეს და შენ უფასოდ გაქვს. კაი რა თაკო ეხლა რა ჰაერი დაატენიანა, გოგო, ნესტისუნია რა. ანუ სხვა თვალით რო შევხედე, შეიძლება მომეწოროს, მაგრამ სხვა ცხვირით ვერ ვისუნთქებ. ხო, მაგრამ მე რა ვქნა, გამაგებინე. რა თქვია, რა უნდა ქნა, უნდა ადგე და გაარემონტო რა, როგორც ჩამოუში. მოიცა, მე უნდა გავარემონტო? ხო, აბა ვინ უნდა გაარემონტო? შენ უნდა გაარემონტო. კარგი რა, ქართველებია ვართ, ერთმანეთის გატანა ხო უნდა ვიცოდეთ არა? ვაიმე, ქართველები კი ვართ, მაგრამ აი შეხედე რა, წვეთავს და აქაც იატაკ შეხედე, რაღაცა მოსაგვარებელია თაკო. აუ, გიყურებ და გამკვირვებია რა, ქალები ხო ვართ. ხო და ძალა დამანახე, გვერდში დამიდექი რა. ვაიმე, ქალები კი ვართ თაკო, მაგრამ რა ვქნათ ამ პრობლემას რა უშველოთ? ერთი მრევლი ხო ვართ მე და შენ? კი. ხო და გვერდში დამიდექი, რა გჭირს? ო, ერთი მრევლი კი ვართ, მაგრამ მე ვერ გავაკეთებ ამას და დამეხმარ რაღაცნაირად შენი გასაკეთებელიც არის. ქართველები, მრევლი ქალები, რაღა დარჩა. მე მეტი არაფერი მახსენდება. აუ, კაი ეხლა რა ძალიან სულელობ შენ რა მართლა რა. შენ ის გირჩევნია ეხლა რომ იმაზე იფიქრო, აქ რამდენი ცემენტი, რამდენი ქვიშა და რამდენი გაჯი დაგჭირდება. გოგო, ქვიშა არ დაგჭირდება. რატო? აი ხო გაგიგია, წყალნი წავლენ და წამოვლენ და ქვიშანი დარჩებიანო და ეს წყალი დაშრება, წავა და ქვიშა დარჩება, რა გჭირს? აუ, რაღაცა სულელობ ეხლა შე ხო ისევ? ანუ თლად ბოლომდე ვერ ხვდები რას, მაგრამ გძნაობ. აუ, კაი რა, შენ არ შემეშვები, ვიცი და დავრეკავ რა. აუ, ისე. ალო. გუჯა. გაუმარჯოს, კი, გაუმარჯოს. გუჯა, რა მაინტერესებს, იცი? მეზობელთან ჩავუშვი წყალი და იატაკიც და ჭერიც აი გაფუჭებულია და რა გავაკეთო? ძალიან. ხო, ფასი? კაი. ანუ რა თქვა? გულს არ გატკენო. გულს არ გატკენო? ხო, მაგრამ ანუ თანხა რა თქვა? აი შენ ამდენად არ გეტკინება გული. მე? ხო. მოვიცი, მე 2-3-1000-ად. ხო და მაგ ფასში გაგვიკეთებს. აი სულ გუჯასთან ვეკავ ხოლმე და არასდროს უტკენია გული. კაი, ეგ გავიგე, მაგრამ ანუ რაღაცა ხო უნდა გავაკეთოთ ახლა, როდემდე უნდა ვიყოთ ესე? კაი, ხო, დავრეკავ ისე. ისევ? ხო, ისევ დავრეკავ. ალო, გუჯა. რა სიდედრი დაგეყუპა, კაცო, ისევ მე ვარ. ხო, ანუ აი სანამ შენ მოხვალ, ჩვენ რა გავაკეთოთ?
უნკანი დავკეტოთ? კარგი. აი პროფესიონალი როა ადამიანი რა. მოიცა ერთი წუთი შეხო თქვი რომ ონკანი დავკეტეო. ანუ ონკანი არ დაგიკეტავს? ვაიმე რა ხდება? ჩამომერეცხა ჭერი თავზე. მე რამდენად უნდა ჩამოუშვა წყალი? აი ხა მეზობელ ციცინოსთან ჩავალთ და იქ ვიმართლებთ თავს. შენ ეტყვი რომ კარგი ჰაერის დატენიანება აქვს და უფასო. კარგი, მაშინ შენ ეტყვი რომ ძალიან უხდება თქო. კარგი.